მდგომარეობა ძალიან რთული სამი სოფელი მიწასთან გასწორება. ევაკუაციაც ძალიან დროულად მოხერხდა და მოსახლეობაც გამოიყვანეს და მთავარი ეგ არის სხერფლი არ არის, მაგრამ აი ხალხი ეგრე გამოვიდა, არაფერი რო არ გამოუტანიათ. პირველადი ყველაფერი ნივთები მიწამ ჩაიტანა და როგორც დღეს გვითხრეს რომ მეწყერი ნელ-ნელა კიდევ მოდისო და ძალიან რთული ვითარება არის ამ კუთხით. ნათია, ეს კურსებია ხო თქვენი სოფელი, როგორც ხვდები. აი და ანუ აქ გეუბნებიან რომ თქვა დაემატა ეს პროცესი, მიმდებარეთ, ხო ბუეთი ვახსენე სოფელი, ეს ახლო მდებარე სოფელია თქვენთან? აი თქვა რა მასშტაბის გეოგრაფიასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? ძალიან ახლოს არ არის, ცოტა მოშორებით სოფელი არის თქვენგან, მაგრამ ეს გავიგე ახლა ინტერნეტ ინფორმაცია და იქ არ ვიცი რა სიტუაცია არის მაგასთან დაკავშირებით. ნათია 40 ოჯახი, ანუ რამდენი ადამიანია ამ შემთხვევაში და ვიცი და 5 ოჯახი არის და ამ წუთში უბანი სადღაც ალბათ 40 კაცი რომელიც ერთად ავართ მთელი უბანი და გადავიყვანეს სასტუმროში დროებით საცხოვრებელში ყველაფერი მოხდა და მადლობა სამაშველოსას და სოფლის უფროსებს ყველას გადაუხად რომ მას მოულათ და ორგანიზებულად მოახერხეს ევაკუაციაც ყველაფერი დობით დამთავრდა ადამიანის კი ბატონო რა თქმა უნდა მთავარი თითოეული თქვენგანი უსაფრთხოებაა თქვენ საჭიროებებზე რისი თქმა შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ნათია ბავშვებით თუ ხართ ადგილზე და ამის შემდეგ ალბათ რთულია კითხოთ რას ელით იმიტომ რომ თავადაც ახსენეთ რომ თქვენი უმრავლესობა ისე გამოვიდა ადგილიდან და გამოიყვანეს რომ არაფერი წამოგიყიათ ხომ ამაზე რა სიტყვით დიახ, არაფერი ვისის თმას შემიძლია, მხოლოდ ეგ არის, რომ მართლა ბევრი არის ესწავლანი ბავშვები, ვისაც აყავთ და მართლა ისე გამოვიდნენ, რომ მართლა გამოსაცვლელი არ აქვს და დღეს რა ვიცი, ყურადღება ძალიან გვაქცევენ თუ ეს გამეშობილია იხმარებიან და რა ვიცი, იმას ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვართ და უყურადღებოთა ვართ ყველა თქოს. კი ბატონო. შექმნილი არის რამე დაჭირდებათ ხალხის უკავშირდება და დროულად დოკეთება ორგანიზება და ყურადღება. კი ბატონო, ძალიან კარგი. ნათია, ერთი კითხვა მექნება თქვენთან. თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე უბანი მთლიანად განადგურდა, ხო? ეხლა ოფიციალური მონაცემით 58 ჰექტარზე არის საუბარი, ხო? თქვათ ეს უბნები, თქვათ რა ტიპის ტერიტორიაა, სადაც საცხოვრებელი სახლებიც იყო განთავსებული თუ თქვათ აი რაღაც საცარიელ ტერიტორიაზე არის საუბარი? ტერიტორიების წაღებულია, მაგრამ ნახე არის უბნები გვარების უბნები გოგოლაშვილების, ალფაიძების და ბეროძეების უბნები და აი სამი უბანი აი იმხელავენით ვერ ავწერ იმხელა მას არის წამოსული და სულ მიწაში არის სახლები, მხოლოდ ზოგი საერთოდ აღარ ჩანს სახლები და რა ვიცი რა რომ ვენით ვერ ავწერ იმხელა მას არის წამოსული. ხო, აი თქვენი საუბრის პარალელურად გადის კიდეც დრონით გადაღებული კადრები და იქ ჩანს გარკვეულწილად მასშტაბი რა გამოიწვია ადგილზე მეწყრულმა პროცესებმა. აი ჩვენი სტუმარი საუბრობს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სახლის სრულად არის დაფარული მიწით და იქ ადამიანებმა ისე დატოვეს ტერიტორია, რომ ვერაფერის წამოღება ვერ მოახერხეს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ რამდენიმე ხო ასე ხდება ხოლმე სოფლებში რაღაც გვარებს არქმევენ ცალკეულ უბნებს, ანუ ეს უბნები აღარ არსებობს ნათია? დიახ, უკვე საცხოვრებლად ნახდაც აღარ გამოისადეგება. აი სულ დაშლილი არის სახურავები, რა ვიცი, ძალიან რთულია, რა ვიცი, რა ვერ აღწერ, ისე ვართ რა. ენითაც ვეღარ გადმოვცემთ ამ გულის ტკივილს. კი ბატონო და ნათია მოდი კიდევ ერთხელ მოგცემთ შესაძლებლობას რომ თქვენ
ზე გავამახვილოთ ყურადღება. მე ვახსენე, რომ კიდევ ერთი სოფელთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, ეს არის სოფელი ბუეთი. თქვენც ამბობთ, რომ არც ისე ახლოს არის თქვენ სოფელთან. ცხადია, ეს მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს, რომ თქვათ აი ეს მეწყერის გეოგრაფია ფართეა და იქიდანაც ცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ითხოვს დახმარებას, რადგან ეს მეწყრული პროცესი დაწყებულია ასევე ერთ-ერთი კილომეტრზე ამროლაური ტყიბულის გზის მონაკვეთზე დაზიანებულია გზა, როგორც ცნობილია. ამაზეც მითხარით, ანუ კონკრეტულად კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ თქვენი საჭიროების საკითხს და იცის ჩვენმა მაყურებელმა, რომ თქვენ სასტუმროში ხართ განთავსებული ასევე. რა ვიცი, და რა ვიცი, ხაზით არის უკვე და რა ვიცი, უფრო თანჯი სამწუხაროდ ცუდად ისმის ნათიას, ხმა არ არის იდეალური ინტერნეტ კავშირი ჩვენ შორის. ნათია, ახლა თქვით, დიახ, არის მოდა თქვენი საუბარი. დიახ, ეხლა გესმით ჩემი ხმა? კი, ისმის უბრალოდ წყვეტილად მოდის. კი ბატონო, ისაუბრეთ. ხო, ესე იგი მედიკამენტები და თუ კი რამე ნიჭები დაჭირდებათ, ყველანაირად უნდა ყოფენ ხაზით არის უფრო პატარა ბავშვი თუ რამე დაჭირდებათ, დეხმარებიან და რა ვიცი. თუ კი დაჭირდებათ, ხელხასზე ვიყავთ, მთავრობაც რა ვიცი. კარგით. ამ ეტაპზე კი ბატონო, კარგით ნათია, გისურვებთ, რომ რაღაცნაირად მალე მოხდეს თქვენთვის აი ამ საცხოვრებელი ალბათ იგივე ადგილას ხადია შეუძლებელი იქნება, მაგრამ ალბათ ეს მოხდება ჩანაცვლება, ხო? თქვენთვის სხვა ასე ხდება ხოლმე, თქვა სხვა ადგილზე გადაყვანა და სრულფასოვანი საცხოვრებელი პირობების აღდგენა. ეს დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, ნათია ხუხუნაშვილი საუბრობდა დღის ამბებზე.